აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით განათლების სამინისტროში ახალი IP შეიქმნება, რომელსაც შესაძლოა დეპუტატ აკაკი ძნელაძის შვილმა უხელმძღვანელოს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა რიგარეშეს ხდომაზე ბიუჯეტის გაზრდასაც უყარეს კენჭი. ბიუჯეტის ცვლილებას 14 დეპუტატიდან მხარი 12-მა დაუჭირა. სხდომა სულხან მესხიძე ესწრებოდა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დღეს 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას კენჭი უყარეს. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით ახალი IP შეიქმნება, რომელიც 159,000 ლარით დაფინანსდება. გიორგი თავამაიშვილის განცხადებით, თანამედროვე ხელოვნების თავისუფალ სივრცეში ფოტომოყვარულები და ხელოვანები გაწევრიანდებიან. კითხვაზე უხელმძღვანელებს თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციას დეპუტატ აკაკი ძნელაძის შვილი ირაკლი ძნელაძე, მინისტრი პასუხობს, რომ ამას არ გამორიცხავს. ძალიან დიდი ინტერესი აქვს ფოტოხელოვნებს, რომელთაც შეიქმნება ეგ სივრცე და ამავე დროს თანამედროვე ხელოვნების, რომელსაც ცოტა სხვანაირი ყურადღება ჭირდება. ძნელაძის შვილი ერთ-ერთი როგორც ფოტოხელოვანი, ერთ-ერთი წევრი არის ამ ჯგუფისა, რომელიც ამ ინიციატივით არის. იქნება ბუნებრივია სფერო მენეჯერისა, სფერო კოორდინატორისა, მე არ გამორიცხავ, რომელიღაც პოზიციაზე განეხილებოდეს მის საკითხიც. ახალი ორგანიზაციის შექმნის თაობაზე უმცირესობის დეპუტატი ეკატერინე თარგამაძე თulis, რომ რეგიონის ბიუჯეტი სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა დაიხარჯოს. ეს არის ორგანიზაცია სახელწოდებით თავისუფალი სახელოვნებო სივრცე, რომლის ბიუჯეტით შეადგენს 159,300 ლარს. მინისტრის განმარტებით 40,000 ლარი დაიხარჯება რემონტზე და შემდეგი დანარჩენი თანხები ბუნებრივია აღჭურვასა და ადმინისტრაციაზე. საკითხი შეიძლება აქტუალური იყოს ხელოვნების წრეების მუშაკებისთვის, მაგრამ არ იყოს აქტუალური სოციალური დაუცველებისთვის, რომელთათვის ეს თანხა შეიძლება და მოხმარებდა რაიმე კონკრეტულ ერთ პროგრამას. სხდომაზე ცვლილება შევიდა საფინანსო დოკუმენტში. 2014 წლის რეგიონის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით გაიზარდა და 165,854,900 ლარი შეადგინა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა მუნიციპალიტეტებზე მნიშვნელოვნად აისახება. ზრდა ძირითადად მოდის მუნიციპალიტეტებზე, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე 9,75,000 ლარით იზრდება. ამ კუთხით გამოყოფილი თანხები, ასევე იზრდება განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს საკვირველთმოქმედო დაწესებულებებისა და განათლების სამინისტროს პროგრამები და ქვეპროგრამები 1,895,000 ლარით. დღესვე სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში წარადგინეს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ხუთივე მუნიციპალიტეტში ბიუჯეტი თითქმის 100%-ით შესრულდა. უნდა აღნიშნოს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში შესრულებულია 102%, გადასახდელების ნაწილში შესრულებული იქნა 91%. მთლიანობაში აუდიტის დეპარტამენტმა გაცა დასკვნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში, მთავრობის ანგარიში შეესაბამება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ მაჩვენებლებს. საბჭოში დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.